სტუდიაში სტუმრად გია ჯაფარიძე საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორია, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, დიპლომატიური გამოცდილებით. გია, ჩვენი წინა სიუჟეტების და გადაცემის პირველი ნაწილი მთლიანად ეძღვნებოდა დისფუნქციურ სახელმწიფოს კომპეტენციის ნაკლებობის, კორუფციის, პოლიტიკური მიკერძოების და ბევრი სხვა ფულის კეთებისა და რაღაცეების გამო რა ემართება სისტემებს, ინსტიტუტებს და რა შედეგს იგებს ხალხი. ხო იქნება ეს ქუჩაში განუკითხაობის, უსაფრთხოების პრობლემები, ჩვენი შვილების დაუცველობის ხარისხის, ტრანსპორტის გადაადგილების, ჩაბნელებული ქვეყნის და ბევრი სხვა რაღაცების შედეგად, ხო, რომელიც ეს ნელ-ნელა შემოდის ყოველდღიურ ცხოვრებაში. და ეს საგარეო ორიენტაციის ცვლილება თითქოს რაღაც ისეთი შორეული რა ექსპერტების და NGO-ების, პოლიტიკოსების და ჟურნალისტების ალაპარაკო თემაა თითქოს. ამიტომ ამ სიუჟეტის კვალობაზე მინდა დაგისვა შეკითხვა, რა შედეგებს მოიმკის და იმკის რიგითი ქართველი და საქართველო, აი ამ გეოპოლიტიკური ორიენტაციის ცვლილების შედეგად, რომელიც სახეს ეკვეთა. გიორგი, პირველ რიგში მოგესალმები და მივესალმები ტელემაყურებელს, მივესალმები პოლიტიკურ პატიმრებს. და მადლობა მოწვევისთვის. გიპასუხებ, მაგრამ ამ სანამ უშუალოდ პასუხზე გადავალ, ორი რაღაც ახსენე, გერმანია და შეერთებული შტატები და ამაზეც პატარა განმარტებას გავაკეთებდი. ამერიკის შეერთებულ შტატებთან დაკავშირებით ახლა ეს არის ჩვეულებრივი სტანდარტული დიპლომატიური პროცედურა, როდესაც შენ მიულოცავ სხვა სახელმწიფოს დამოუკიდებლობის 250 წლის თავს, ამერიკის შეერთებული შტატები და ზოგადად ცივილიზებული სამყარო არ არის თავხედი და უზრდელი, არ იქცევა ისე როგორც იქცევა ხოლმე ქართული ოცნება და ბუნებრივია რომ იქიდან მოვიდოდა ზუსტად თავაზიანობის ფარგლებში შესაბამისი პასუხი, რომელიც სტანდარტული პასუხია. ასეთი პასუხი იგზავნება ყველგან, რაც შეეხება კიდევ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ მოწყობილ მიღებაზე დასწრებას, აქაც რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი პრემიერ-მინისტრის კობახიძის თხოვნა იყო, რომ თუ შეიძლება დავესწრები და მას შემდეგ რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ნება დართო მას, რომ დასწრებოდა მიღებას, მხოლოდ ამის შემდეგ მოხდა მერე მთელი მთავრობა გაემგზავრა, იქ ვიყავი და ვნახე ყველანი ასე როგორც უყვართ ესე ჯოგურად გადაადგილება, ასე იყვნენ მოსული. გერმანიას რაც შეეხება, აქ მე წინა ელჩსაც ეს უთხარი და მე გავიმეორებ, მე მგონია რომ გერმანელები ამ შემთხვევაში ჩემი აზრით არასწორად გაყვნენ რუტინას, მათ არ უყვართ ხოლმე როგორ იტყვიან, ჩარჩოების მიღმა, რაღაცების აზროვნება, ანკეტება. წინა ელჩს გაუვიდა ვადა, ახალი ელჩი არის გერმანიის დანიშნული ქალბატონი, რომელიც ალბათ მალე ჩამოგზანდება თბილისში. მასაც იგივე პროცედურა გასავლელი, რაც გასავლელი ჰქონდა კარტოზიას. შესაბამისად, თუ თქვათი კარტოზია არ გადაცემდა რწმუნებათა სიგელებს, ესენიც აქ დაუგვიანებდნენ, ან არ მისცემდნენ, ანუ აქაც რომ წარმოვიდგინოთ, დიპლომატია ნაცვალგებაზე დგას და ამ ნაცვალგებას თავს ვერ აარიდებდა ამ შემთხვევაში გერმანული მხარე, თორემ ახლა ის რომ რამდენადაც მე ვიცი უკვე 10 თვეა თითქმის, ხო, გასული, რაც რწმუნებათა სიგელების გადაცემას ელოდება 10 თვიანი დაგვიანება არის ძალიან დიდი. ამაში მე მიმიღია პირადად მონაწილეობა და ვიცი ეს რამდენი ხანი და როგორ გრძელდება ხოლმე. 10 თვე ძალიან დიდია. ეს უბრალოდ იმ განმარტებისთვის, რაც თქვენ ბრძანეთ, მაგრამ ესეც რაც თქვენ მანამდე აღნიშნეთ, უკავშირდება თქვენს კითხვას და რა თქმა უნდა ეს უკავშირდება ქართული ოცნების პირობებში საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილებას. საფრანგეთი, ბრიტანეთი ნამდვილად არ არის პრიორიტეტებში ჩვენი საგარეო პოლიტიკის. არა თუ პრიორიტეტებში, არამედ მთელი ყურადღება და ენერგია. სრულ სახელმწიფოებად არის გამოცხადებული და აქ პოლიტიკური პარტიების ლიდერების გასამართლება ხდება მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ აი ამ სახელმწიფოებთან, სრულ სახელმწიფოებთან რატომ აქვთ
ურთიერთობა. და ეს არ დაწყებულა, ეხლა ბევრისთვის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის ეს ცვლილება არის ზოგისთვის მომხდარი 2024 წელს, ზოგისთვის გავრილოვის ღამეს, ზოგისთვის შეიძლება ცოტა უფრო ადრე, ზოგისთვის ცოტა უფრო გვიან. მე მგონია რომ ეს ცვლილება დაიწყო იმ დღიდან, რა დღიდანაც ქართული ოცნება არის ხელისუფლებაში და ამის დამადასტურებელი უამრავი ფაქტი არსებობს. შეიძლება ყველა ფაქტი გასაჯაროებული არ არის, მაგრამ საგარეო პოლიტიკა ისეთია, რომ თუ გინდა რომ საგარეო პოლიტიკა იყოს წარმატებული, ის ვერ იქნება, ყველაფერი ვერ იქნება საჯარო. შესაბამისად, ფართო საზოგადოებისთვის ბევრი ფაქტი შეიძლება იყოს უცნობი, მაგრამ მე ღრმად მწამს, რომ ეს ცვლილებები დაიწყო მაშინ, როცა ქართული ოცნება მოვიდა ხელისუფლებაში. თქვენ წინა სიუჟეტში იყო მოყვანილი ფაქტები, თუ სად დადის, რა ვიზიტებს ახორციელებს ყობახიძე და რა ვიზიტები ხორციელდება საქართველოში. ხო, ეხლა ევროპელი ლიდერებიდან ბოლოს მახსოვს სერბეთის პრეზიდენტი იყო ჩამოსული, ან მანამდე კიდევ უნგრეთი ჩამოდიოდა, არც უნგრეთი და არც სერბეთი არ არის, უნგრეთი არ იყო ის სახელმწიფო, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს, რომ იყო, რა ვიცი, რაღაც დასავლური ცივილიზაციის და იმ სივრცის ხორცშესხმა, რომლისკენაც ჩვენ ისტორიულად მივისწრაფით, ხო, ბოლო პერიოდში ამ ორივე სახელმწიფოს ქონდა სრულიად სხვა ორიენტაცია, ხო? და ასევე შეგახსენებთ, რომ ქართულ ოცნებას ულოცავდნენ ის სახელმწიფოები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ ცნობენ, ცნობენ აფხაზეთს და ცხინვალის რეგიონს, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოებს. ერთ-ერთი მათგანი ამერიკის შეერთებული შტატების ამჟამინდელმა ადმინისტრაციამ დაატყვევა. საუბარი არის მადუროზე, ვენესუელას ყოფილ პრეზიდენტზე. დანარჩენი დანიელ ორტეგა, რომელმაც თქვა, რომ საერთოდ არჩევნების ჩატარებას არაპირებს, ისიც არის ქართული ოცნების მხარდამჭერთა რიგებში. ნიკარაგუაც დანიელ ორტეგას მეთაურობით აღიარებს აფხაზეთს როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს. ანუ რისი თქმა მინდა, თუ აქ ვინმე ჩამოდიოდა, არც ერთი არ იყო იმ სივრცის ნაწილი, იმ ბანაკის წევრი, სადაც ჩვენ გვინდა, ისტორიულად გვინდა რომ ვიყოთ. სადაც დადიან და რატომაც დადიან, ამას აქვს რამდენიმე მიზეზის და მიზანიც. მოდით ახლა მიზნებზე რომ ვთქვათ, არასდროს ქართული ოცნება რაღაცა ქმედებას რო ახორციელებს, არასდროს არ არის ერთი სამიზნე. ერთდროულად ცდილობენ რამდენიმე სამიზნის მონადირებას. ახლა სხვა დრო რომ იყოს და სხვა შემთხვევა რომ იყოს, რა თქმა უნდა, მე გეტყოდით, რომ ცენტრალური აზია რასაკვირველი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ცენტრალურ აზიაზე დღეს არა მხოლოდ ის ქართული ოცნების, არამედ სხვა სახელმწიფოების ყურადღებაც არის გადატანილი. ამას განაპირობებს თავარი რა ფაქტორი, რომ რუსეთი და ირანი არის საერთაშორისო სანქციების ქვეშ. ცენტრალური აზია არის მდიდარი, იშვიათი მინერალებით და ცენტრალური აზია არის აი ამ შუა დერეფნის, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი ნაწილი. მაგრამ ეს ამბავი ჩვენ დღეს არ დაგვიწყია 99 წელს სტამბოლის სამიტზე, როდესაც შევარდნაძემ ხელი მოაწერა ბაქო, თბილისი, ჯეიხანი და აქ ეუთოს სამიტის ფარგლებში მოხდა ევროპაში ჩვეულებრივი შეერაღების შესახებ შეთანხმების მოდიფიკაცია, რის საფუძველზეც აქ მერე რუსული ბაზები დაიხურა და მერე უკვე პრეზიდენტ სააკაშვილის პერიოდში რუსმა სამხედროებმა დატოვეს საქართველოს. იმ სამიტზე მოწვეული იყვნენ ცენტრალური აზიის ქვეყნებიც და მაშინაც საუბარი იყო ზუსტად ცენტრალურ დერეფანზე. ეს ამბავი ახალი არ არის და სხვა შემთხვევაში შეიძლება დავინახოთ, რომ აი ამის გამო დადიან, მაგრამ სინამდვილეში ეს არ არის მიზეზი. მიზეზი, რატომაც ისინი იქ დადიან, არის ის საერთაშორისო იზოლაცია, რომელშიც იმყოფებიან და აი ამ ვიზიტებით და საპასუხო ვიზიტებით ქართული ოცნება, ჩემი აზრით, ცდილობს დაანახოს დასავლეთს, რომ არსებობს კიდევ საქართველოსთვის
არის სხვა ალტერნატივები. ისევე როგორც ამის დანახებას ცდილობს ქვეყნის შიგნით თავიანთი მხარდამჭერებისთვისაც. ხა მე როცა შემხედრია ვთქვათ მათი მხარდამჭერები ნაკლებად ალბათ უფრო ბენეფიციარები, ვინც რაღაცა ფულს შოულობენ ქართული ოცნების პირობებში, აი ეს ადამიანები გაბრუებული ყავთ ამ პროპაგანდით. აი შეგეკითხა რატო ცენტრალური აზია არ არის მნიშვნელოვანი? როგორ არა, არის მნიშვნელოვანი, მაგრამ ამ მნიშვნელობის გამო არ დადიან იქ. დადიან იმის გამო, რომ მოატყუონ თავიანთი ბენეფიციარები და დასავლეთს აჩვენონ, რომ იცი რა, აი ჩვენ გვაქვს კიდევ რაღაცა ალტერნატივა. ამავდროულად კიდევ ერთი მიზანი, რაც აქვს ამ ვიზიტებს არის ის, რომ საქართველოში დემოკრატიისთვისაც არსებობს ალტერნატივა, რომ დემოკრატია არ არის ერთადერთი მმართველობის ფორმა, რომელიც შეიძლება იყოს საქართველოსთვის მისაღები. აგერ არსებობს კიდევ ავტორიტარული მმართველობა, რომელიც ჯობია დემოკრატიას. აი ამ ესეც არის ერთ-ერთი მიზანი, რატომაც აი ამ ვიზიტებს იქ ახორციელებენ. ალბათ არის კიდევ რაღაცა სავარაუდო კორუფციული გარიგებები, რომელსაც ხა ყველა შეთანხმებას იცით, რომ ისინი ასაიდუმლოებენ, ახლა ჩვენ რომ მოგვინდეს რაღაცა შეთანხმებების ნახვა, რასაც აფორმებენ, ყველაფერს ჩვენ ვერ ვნახავთ. ახლა იქ კიდევ თქვათ კულუარულად რა კორუფციულ გარიგებებს დებენ, ეს ჩვენ არ ვიცით. ხა ამას რატომ ამბობ? ამას იმიტომ ვამბობ, რომ არც ერთი ის სახელმწიფო, რომელიც თქვენ სიუჟეტში იყო ჩამოთვლილი, არ არის კორუფციის ინდექსში ყველაზე უფრო მაღლა. პირიქით, ისინი ყველაზე უფრო ქვედა საფეხურებზე, ქვედა დონეზე იმყოფებიან. ანუ ესეც შესაძლებელია იყოს რაღაცა, ვიცი, სარფიანი კორუფციული გარიგება. რატომაც არა. აქ რომ იყოს საუბარი მართლაც შუა დერეფანზე, მაშინ ამ შუა დერეფნისთვის ჩვენც ხო რაღაცას უნდა ვაკეთებდეთ, არა? მაშინ ანაკლიის პორტის მშენებლობა კი არ უნდა გაეჩერებინათ, მაშინ მაგისტრალი, რომელიც დიდი ხანია უნდა გახსნილი იყოს, დღემდე კი არ უნდა კეთდებოდეს, მაშინ რკინიგზა, რომელიც მოდერნიზირებული უნდა იყოს, მოდერნიზაციის პროცესის კი დაწყებული არ არის, მაშინ მთელი ის ინფრასტრუქტურა, რომელიც თქვა ჩვენს ტერიტორიაზე უნდა გაკეთებული იყოს, ეს უკვე გაკეთებული უნდა ქონდეს, იმიტომ რომ იქით მხარეს კასპიაზე, კასპიის ორივე მხარეს არსებობს ის პრობლემები, რომლებიც უკავშირდება ინფრასტრუქტურული, ასე ვთქვათ, პრობლემები, რომელიც უკავშირდება შუა დერეფნის განვითარებას. არავის საქართველოში, არავის თბილისში, ქართული ოცნების პირობებში არ აქვს ის ინტერესი, რომ შუა დერეფნის პროექტი მართლაც გამოვიდეს. ხა რას მოუტანს ეს საქართველოს, ხო? ჩვენ ისტორიულად ჩვენი ბრძენი წინაპრები აცნობიერებდნენ იმას, რომ თუ საქართველო არ იქნებოდა დასავლეთის სივრცის ნაწილი, საქართველოს გაუჭირდებოდა გადარჩენა როგორც დამოუკიდებელ ქვეყანას. ჩვენ გაგვიჭირდებოდა შეგვენარჩუნებინა ჩვენი თვითყოფადობა. აი, ისეთი პოპულარული ენით რო ვთქვა, ხო, ჩვენ გაგვიჭირდებოდა შეგვენარჩუნებინა ქართველობა. დასავლეთისკენ მიილპოდა დავით აღმაშენებელი. სიმბოლურად 100 ჯვაროსნის ყოფნა დიდგორის ბრძოლის დროს და მისი კავშირები დასავლეთთან, ხო, ამის მიმანიშნებელია, ხო? ეხლა ძალიან გიორგი ბრწყინვალე, მერე სულხან საბა ორბელიანის მოგზაურობა ევროპაში, ხო, ზუსტად ამის დასტურია. და ეხლა ძალიან კიდე შორს რომ არ წავიდეთ, აქეთ რომ წამოვიდეთ ცოტა ნიკო ნიკოლაძე, ილია ჭავჭავაძე, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა, რომელიც ბოლოს საერთოდ ჩინეთში და რუსეთში კი არ წასულა. ევროპაში წავიდნენ და იქიდან აპირებდნენ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა გაეგრძელებინათ. ყველა ის ადამიანი, რომელიც ჩვენ მიგვაჩნია, რომ არის ჩვენი მორალური ნიშანი, ჩვენი მორალური ორიენტირი, ყველა ეს ადამიანი ცდილობდა, რომ საქართველო ყოფილიყო დასავლური, ანუ ბერძნული დემოკრატია
დემოკრატიის, რომაული სამართლის და ქრისტიანული მორალის სივრცის ნაწილი. უახლოეს წარსულშიც, აი უკანასკნელი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან რომ დავიწყოთ, ჩვენი ყველა მანამდე ქართულ ოცნებამდე რა მთავრობების და რა ლიდერებიც არსებობდნენ. მანდატით მოვიდა კაცო. ქართული ოცნება, დიახ, კი ბატონო. მოვიდა და მათ შორის ბოლო არჩევნებზეც კი ევროკავშირი არ გვინდა. ისევ იგივე სიტყვის. იმის მერე თქვი. ღირსებით ევროპისკენ და რაღაცა. არ უნდა ყოფილიყო. ეს საბოლოო ჯამში ეს რას მოგვიტანს? ეს გვაშორებს ჩვენ დასავლეთს. 3-5 წუთი დაგვრჩა. ეს ძალიან დიდი თემაა, კი ბატონო. დიდია და მნიშვნელოვანი კუთხიდან დაიწყე, ასე ვთქვათ. პირველ რიგში სწორედ კულტურული იდენტობა და ჩვენი ვინაობა, ჩვენი რაობა რა არის, იქიდან გამომდინარე, უნდა ირჩევდე იმ სამყაროს, იმ ჩარჩოს, რომლის ნაწილადაც მიგაჩნია თავი და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაზეც საუბრობ. მაგრამ ბოლოს მაინც მინდა მიუბრუნო ჩემი შეკითხვის პირველ ნაწილს, რაც უკავშირდება პრაქტიკულ დონეს. პრაქტიკულ დონეს რას გულისხმობ? რა, რომ ქუჩაში რო გახვალ, რომ მანქანა არ დაგეჯახება, ვიღაცა რო არ გესვრის ადამიანი, რომელსაც არც იარაღი უნდა გქონდეს და საერთოდ გარეთ და ღიად არ უნდა იყოს და სახელმწიფო ინსტიტუტები ამას უნდა არეგულირებდნენ და უყურებდნენ. შუქირო ჩაქრება ორი დღე ვერ გაიგებ რა მოხდა და სულაც მოლოდინში უნდა იყო და მსგავსი რაღაცეების, იმიტომ რომ სრული არაკომპეტენტურობა და არა ანგარიშ ვალდებულება არის. ეს არის ზუსტად ამ ავტორიტარული სახელმწიფოების დამახასიათებელი, ისე აი მაგალითად სამცხა კითხულობდი. ანგარიშ ვალდებულები და პასუხისმგებლები ვართ ერთი ბელადის წინაშე. სამცხაროთ მორიგი ავტოს აკრძალვის შემთხვევის შედეგად კიდევ ერთი ახალგაზრდა ქალი დაიღუპა. ეხლა წერენ რომ ბათუმში 10 წლის ბავშვი დაარტყა მანქანა, ერთ მანქანას იმედი მაქვს რომ რამე ისეთი რთული სიტუაცია არ იქნება. ვიცით რომ კიდევ ერთი მთელი სამარშრუტო ტაქსი გადავარდა და ახალგაზრდა მამაკაც მარჯვენა ხელის ამპუტაცია ჩაუტარეს, დანარჩენები დამტრეულები არიან. რატოყვები ამას? დღეს ვისმენდი სტატისტიკას ევროპულ სახელმწიფოებში საგზაო წესების დარღვევის გამო მომხდარი, ასე ვთქვათ, ავარიების შედეგად, დაუბრუნებლების შედეგად და ჩვენ არათუ ჩვენერი პატარა ქვეყნების სტატისტიკას, დიდი 40 მილიონიანი ევროპული ქვეყნების სტატისტიკასთან ახლოსაც კი ვერ მოვდივართ, 500-ზე მეტი ადამიანი იღუპება გზაზე. აი წარმოუდგენელი რამ ხდება. მაშინ როდესაც კოლბახიძის ბრძანებულებით ერთი ხელის მოწერით ყველა ჯარიმები ისინი გაუუქმეს იმ ადამიანებს, რომლებსაც რამდენიმე ჯერადი დარღვევები ჰქონდათ, ხო? პრეზიდენტის ერთი ხელის მოწერით ყველა კრიმინალი გამოდის გარეთ, ხო? ზოგადად და დამოკიდებულებას, მაგრამ ეს არის ევროპა, სადაც ადამიანს აქვს ფასი. აი, ამაზე მინდა რომ ბოლოს მოვასწრო საუბარი პრაქტიკულ დონეზე, რას კარგავთ ჩვენ და რას ვიძენთ ბჭყალებში ავტორიტარულ სახელმწიფოებთან ურთიერთობის შედეგად და ჩვენს მოდელად სახელმწიფოებრივი მოწყობის მართლობის ამ სახელმწიფოების მოდელების გადმოტანით. ხო, ავტორიტარულ რეჟიმებს ეს ახასიათებთ, ხო, ის რაც ლათინური ანდაზარო თქვათ ქართულად, ხო, ის რაც არ არის ნებადართული ხარისთვის, ნებადართულია იუპიტერისთვის, ხო? ევროპა გარდა იმისა, რომ რასაკვირველია ამ ევროპული ცივილიზაცია ზუსტად იმით არის გამორჩეული ყველა სხვა ცივილიზაციისგან, რომ იქ ადამიანი ითვლება ღვთის, ასე ვთქვათ, ქმნილებად და სამყაროს ცენტრში არის სწორედ ადამიანი, მაგრამ ამის გარდა ევროპა არის კანონის უზენაესობაც, ხო? არავინ არის კანონზე მაღლა. კანონი რა არის? სწორედ აი ღვთის ქმნილებებს ადამიანებს შორის დადებული შეთანხმება, ხო? როგორ ვიქცევით სხვადასხვა შემთხვევაში. კანონზე ზემოთ არ არის არავინ. კანონის უზენაესობა. ამ წესს იცავს ყველა. აი თქვენ რაც ახსენეთ, ხო, აი ესეთი საგზაო შემთხვევები რომ ხდება რომელიმე ევროპულ ქვეყანაში, მაგალითად შედარებით უფრო აი საშუალო ზომის საბერძნეთი რომ ავიღოთ, ხო? ეს არის თემა მთელი შემდეგი კვირის განმავლობაში მედიის, ეს არის მთავარი თემა პოლიტიკაში. საბერძნეთში ეგეთი რაღაცა რომ მომხდარიყო, რომ ვიღაცას ესე ზურგში ესროლა და სიცილის გამო მოეკლა 17 წლის ადამიანი, არათუ შინაგან საქმეთა მინისტრი არ იქნებოდა დღეს თავის პოზიციაზე, გარწმუნებ გიორგი, რომ მთელი მთავრობა იქნებოდა უკვე დიდი ხნის გადამდგარი. რამდენიმე საათში მომხდარი ამბიდან. სად ვექცევით ჩვენ ვექცევით აი ამ უკანონობის სივრცეში, სადაც კანონზე მაღლა დგას
ერთი ოჯახი, ერთი ადამიანი, სადაც ეს დინასტიური მართლობა არის სინამდვილეში კანონი. რას კარგავთ ჩვენ ამაზე ბევრ ეთერში მილაპარაკია, თქვენთანაც მილაპარაკია, რომ ჩვენ კარგავთ მომავალს, ჩვენ კარგავთ საბოლოო ჯამში ქვეყნის სუვერენიტეტს, ჩვენ კარგავთ თავისუფლებას, არა მხოლოდ პიროვნულ თავისუფლებას, ჩვენ კარგავთ ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას, ჩვენ კარგავთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას. ის ერთი ოჯახი, რომელიც განაგებს საქართველოს, ის თავის მხრივ ისიც არ არის დამოუკიდებელი, ისიც ემორჩილება სხვა ქვეყნის ინტერესებს. ჩვენ აღმოჩნდებით იმ სივრცეში, რა სივრცეშიც არიან, ხო, ავტორიტარული სახელმწიფოები, სადაც ადამიანს არ აქვს ფასი, სადაც ადამიანი არის უბრალოდ სტატისტიკა. ადამიანი ის კი არ არის გიორგი თარგამაძე, გია ჯაფარიძე, თიკო ერაძე თუ ასე შემდეგ, ხო? არა, 1+1+1+1+1 ყველას აქვს ერთი სახელი, ყველას აცვია ერთი ფორმა, ყველა აზროვნებს ერთნაირად ან საერთოდ არ აზროვნებს. ასეთ ქვეყანაში ჩვენ დავიბადეთ, ხო? ასეთ ქვეყანა იყო საბჭოთა კავშირი მის ბოლო პერიოდში, ის კიდე რაღაცა ვთქვათ, შეიძლება იმაზე უკეთესიც კი იყო, ვიდრე ის სახელმწიფო, რის კეთებასაც ახლა ივანიშვილის ოჯახი აკეთებს და აპირებს საქართველოში, ხო? აი, მაგ შენი ბოლო ფრაზით გადავალ შემდეგ ამბავს, რომელიც უნდა მოყვე, იმიტომ არა, რას ვამბობ, იცი, ყოველ შემთხვევაში, აი, პოლიცია მაინც არ იქცეოდა ისე, როგორც იქცევა დღეს, ხო? აი, ადამიანებს შორის მაინც იყო დარჩენილი ანგარიშვალდებულება თუ ერთმანეთის მიმართ პასუხისმგებლობა. აი, ეს სოციალური, შეიძლება ცუდი რაღაცა თლიანად, აი, დასავლური ცივილიზაცია რაზე დგას? ნდობაზე. ადამიანები ერთმანეთს ენდობიან. ეს ნდობა ქართულმა ოცნებამ უბრალოდ გააქრო დღეს ჩვენ საზოგადოებაში. გია, მადლობა.